ვაგრძელებთ სალექციო კურსს ფინანსურ აღრიცხვაში და განვიხილავთ შემდეგ თემას საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა. აღნიშნული თემის გავლის შედეგად თქვენ გეცოდინებათ თუ რას გულისხმობს ფირმის საკუთარი კაპიტალი, რას მოიცავს საკუთარი კაპიტალის სტრუქტურა, როგორია სააქციო საზოგადოების სააქციო კაპიტალის სტრუქტურა, აქციების სახეებს განვიხილავთ, როგორიც არის ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციები, განვიხილავთ როგორ ხდება მათი შეფასება, განვიხილავთ რომ არსებობს აქციის ნომინალური ფასი, გამოცხადებული ფასი, საბალანსო ფასი და საბაზრო ფასი, აღრიცხვის თავისებურებებს შევეხებით აქციის რეალიზაციის დროს, როდესაც აქციების გაყიდვა ხორციელდება ფულზე, არაფულად აქტივზე, ხელმოწერით, ბონუსით, ოპციონით. განვიხილავთ თუ რას გულისხმობს აქციების კონვერტაცია, დანაწევრება, გამოსყიდვა და მეორადი გაყიდვა და ბოლოს საკითხში შევეხებით საწესდებო კაპიტალის სტრუქტურას და აღრიცხვის თავისებურებებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში. იმისათვის რომ დავიწყოთ ბიზნესი, ამისათვის საჭირო არის ფულადი საშუალებები და არაფულადი აქტივები და პირველადი შენატანი, რომელიც ხორციელდება, მას ეწოდება საკუთარი კაპიტალი. საკუთარი კაპიტალი ეს არის აქტივების ის ნაწილი, რომელიც რჩება საწარმოში ყველა ვალდებულების დაფარვის შემდეგ და ის შედგება ინვესტირებული და რეინვესტირებული კაპიტალისაგან. ინვესტირებული კაპიტალი ეს არის გადახდილი კაპიტალი, ეს შეიძლება იყოს აქციები და საემისიო კაპიტალი, ხოლო რეინვესტირებული კაპიტალი მიიღება საქმიანობის შემდგომ და ის გულისხმობს გაუნაწილებელ მოგებას, ან შეიძლება გაუნაწილებელი მოგებიდან შეიქმნას რეზერვები, რომელიც მიემართება ისევ საწარმოებში და შეიძლება ეს იყოს გადაფასებით შექმნილი რეზერვები. ზოგადად საკუთარი კაპიტალის სტრუქტურა დამოკიდებულია საწარმოების ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე და ერთ-ერთი რთული კაპიტალის სტრუქტურა გააჩნია სააქციო საზოგადოებას. სააქციო საზოგადოება ლიტერატურაში ასევე მოიხსენიება როგორც კორპორაცია და კაპიტალს, მის სააქციო კაპიტალს ასევე უწოდებენ კორპორაციულ კაპიტალსაც. სააქციო საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია ერთი და იმავე ნომინალური ღირებულების აქციებად. აქციებს ყავს მფლობელები, აქციონერები, რომლებიც მათი რიცხვი დიდია და სწორედ აქედან გამომდინარეობს სწორედ ამ საზოგადოების სახელწოდება. აქციონერების ერთადერთი მოვალეობა ეს გადაიხადონ თანხა აქციების შესაძენად და ისინი სარგებელს იღებენ შემდეგ დივიდენდის სახით. აქციონერები ირჩევენ სამეთვალყურეო საბჭოს, რომლის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს კორპორაციის სტრატეგიის განსაზღვრა და შედეგების ანალიზი და სამეთვალყურეო საბჭო ამ კორპორაციის პოლიტიკის განსახორციელებლად ნიშნავს დირექტორთა საბჭოს. თქვენ სლაიდზე ხედავთ სააქციო საზოგადოების სტრუქტურას. აქციონერები, რომლებიც ირჩევენ სამეთვალყურეო საბჭოს და შემდეგ სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს დირექტორთა საბჭოს. ზოგადად აქცია ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებას აქციონერის მიმართ და აქციონერის საკუთრების უფლებას კაპიტალზე. სააქციო საზოგადოება ეს არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ის მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს საკუთარ ვალდებულებებზე, მაგრამ აქციონერი პასუხს არ აგებს საზოგადოების ვალდებულებაზე. აქციები ზოგადად
სანამ დაიწყებს სააქციო საზოგადოება ფუნქციონირებას, მას ჭირდება გარკვეული რაოდენობის აქცია, რომლის ემისიით, გამოშვებით და რეალიზაციით ის მოიზიდავს შემდეგ კაპიტალს და თავიდან ხდება უფრო მეტი რაოდენობის აქციების გამოშვება, რამდენადაც ფიქრობენ საქმიანობის გაფართოებაზე და დამატებით კაპიტალის მოზიდვაზე. აქციები, რომელთა გამოშვებაზე მოპოვებული არის უფლება, გამოსაშვებად ნებადართული აქციები ეწოდებათ. გამოსაშვებად ნებადართული აქციებიდან უკვე გაყიდული აქციები, ბრუნვაში არსებული აქციები მოიხსენება გამოშვებული აქციების სახით. ბრუნვაში არსებული აქციები შეიძლება გამოისყიდოს სააქციო საზოგადოება და მას გამოსყიდული საკუთარი აქციები ან პორტფელში არსებული აქციები ეწოდებათ. არსებობს აქციების ორი სახე. ეს არის ჩვეულებრივი აქცია და პრივილეგირებული აქცია. ჩვეულებრივი აქცია მის მფლობელს აქციონერთა საერთო კრებაზე აძლევს ხმის უფლებას. ერთი ჩვეულებრივი აქცია იძლევა ერთი ხმის უფლებას. როგორც ვხედავთ, ჩვეულებრივი აქციის მფლობელები მონაწილეობენ კორპორაციის მართვაში, მაგრამ ეს ხმის უფლება რისკის ქვეშ აყენებს დივიდენდს, რომელიც უნდა მიიღოს ჩვეულებრივი აქციის მფლობელმა. კორპორაციების უმეტესობას იმის ანაცვლოდ, რომ აქციონერმა არ მიიღოს კორპორაციის მართვაში უფლება, სთავაზობს პრივილეგირებულ აქციას, რომელიც მის მფლობელს არ აძლევს ხმის უფლებას, მაგრამ პირველ რიგში იღებს დივიდენდს წინასწარ განსაზღვრული სიდიდით. პრივილეგირებული აქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის. ეს შეიძლება იყოს კონვერტირებადი, რაც იმას გულისხმობს, რომ პრივილეგირებული აქცია შეიძლება წინასწარ განსაზღვრული პირობებით გადაიცვალოს ჩვეულებრივ აქციაზე ან სხვა ფასიან ქაღალდებზე და შეიძლება იყოს ასევე არაკონვერტირებადი, რაც გულისხმობს, რომ არ გადაიცვლება სხვა ფასიან ქაღალდებზე ან ჩვეულებრივ აქციებზე. შეიძლება იყოს დაბრუნებადი, რაც იმას გულისხმობს, რომ დროის წინასწარ განსაზღვრულ ვადაში უნდა მოხდეს ამ აქციის დაბრუნება და შეიძლება იყოს ასევე არადაბრუნებადი აქციები. აქციების ემისია გამოშვება დაკავშირებულია სხვადასხვა ტექნიკურ დანახარჯებთან, ეს არის დაუშვათ დაბეჭდვის დანახარჯები და დაკავშირებულია სხვა ფინანსურ ხარჯებთან. ეს შეიძლება იყოს აქციების რეალიზაციასთან დაკავშირებული შუამავლების ანაზღაურება და სხვა. ზოგადად აქციების განთავსება, აქციების რეალიზაციის მიხედვით არსებობს ღია ტიპის საზოგადოებები და არსებობს დახურული ტიპის საზოგადოებები. ღია ტიპის საზოგადოების აქცია თავისუფალ მიმოქცევაშია, ხოლო დახურული ტიპის სააქციო საზოგადოების აქციები ხელმისაწვდომია ინვესტორთა მხოლოდ შეზღუდული წრისათვის. აქციებს გააჩნიათ ისეთი ღირებულებები, როგორიც არის ნომინალური ღირებულება, გამოცხადებული ფასი, საბალანსო ფასი და საბაზრო ფასი. ნომინალური ღირებულება ეს არის ფასი, რომელიც აღნიშნულია აქციაზე და წარმოადგენს აქციის ისტორიულ ღირებულებას. ნომინალური ღირებულება ეს წარმოადგენს სააქციო კაპიტალის განსაზღვრის საშუალებას, რაც არ ასახავს მის რეალურ ღირებულებას. ნომინალური ღირებულება გულისხმობს იმას, რომ აქცია არ უნდა გაიყიდოს ამ ღირებულებაზე დაბალი ფასით, ხოლო სხვაობა ნომინალურ ღირებულებასა და რეალურ საბაზრო ღირებულებას შორის
აღიარდება საემისიო კაპიტალად, რომელიც არ ექვემდებარება განაწილებას აქციონერთა შორის და ის გამოიყენება აქციების მეორად ბაზარზე რეალიზაციით მიღებული ზარალის დასაფარავად, თუ კი ასეც ექნება ადგილი. გამოცხადებული ფასი. ხშირად სააქციო საზოგადოება, როდესაც უშვებს აქციას, მას არ ფიქსირდება მასზე ნომინალური ღირებულება. ასეთ შემთხვევაში დირექტორთა საბჭოს მიერ გამოცხადებული ფასი იქნება სწორედ სააქციო კაპიტალის სიდიდის განსაზღვრის საფუძველი. საბალანსო ფასი იგივე სააღრიცხვო ფასი დგინდება საბალანსო მონაცემების საფუძველზე და ის განისაზღვრება სააქციო კაპიტალის, წმინდა კაპიტალის თანაფარდობით გამოშვებულ აქციათა რაოდენობაზე. თუკი სააქციო საზოგადოებას აქვს როგორც ჩვეულებრივი, ასევე პრივილეგირებული ტიპის აქციები, უნდა განისაზღვროს მათი რაოდენობა და მათი წილი კომპანიის სააქციო კაპიტალში და შემდეგ მოხდება უკვე მათი ღირებულების განსაზღვრა. თუმცა საბალანსო სააღრიცხვო ფასი არის მისი ნომინალური ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებული და ის არ წარმოადგენს აქციის რეალურ ღირებულებას. აქციის რეალური ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასის მიხედვით, რომელიც დამოკიდებული არის ბაზარზე და დამოკიდებული არის აქციის კურსზე. საკუთარი კაპიტალის აღრიცხვის თემის ამ ნაწილში ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ აქციებზე, მათ სახეებზე და სააქციო კაპიტალის სტრუქტურაზე. თემის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ თუ როგორ ხდება რეალიზებული აქციის აღრიცხვა. რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზებით, ეს შეიძლება იყოს ფულადი საშუალებების გადახდა, არაფულად აქტივზე რეალიზაცია, ბონუსური სისტემით, ოპციონით, ნახავთ თუ რას გულისხმობს აქციების დანაწევრება, კონვერტაცია და სხვა საკითხები, რომელთაც უფრო დეტალურად განვიხილავთ ლექციის შემდეგ ნაწილში.